რუსი აგრესორების ნათარიშ მხარეში თითქოს სიცოცხლე დაბრუნდა, გამოცოცხლდა ქალაქი. 15 სექტემბერს პირველი ზარი დაირეკა ჩვენი მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სკოლაში. 300-მდე პირველკლასელისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი ოდნავი დაგვიანებით დაიწყო. მიუხედავად გამოვლილი ომისა, სკოლის დაწყებას თან ახლდა ტრადიციული ჟრიამული. იყო ბევრი ყვავილები, დროშა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნიც. სასწავლო პროცესის დაწყება უხარია ყველას, მაგრამ განსაკუთრებით პატარებს. მათ თვალებში უდიდეს სიხარულს ამოვიკითხავთ, მაგრამ არის სევდა მათ გულებში. პატარა სესილიმ სკოლის კარები დღეს პირველად შეაყო. მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი გოგოა და სკოლაში დადის, სულაც არ ყვება ჩვეულებისამებრ პირველ ზარზე ან ნიაზე ლექს. მამა, პაპათა საფლავზე, პაპემ ვახარეთ, ყიზინით სასაფლაოზე გავედით, ჩავსახე დავახმიანეთ, დადუმებული შავეთი, გაიგეთ ბერი კაცებო, მამულს წვერია დიდება, ვაშად მოვედით ბებერთვის, აუგის სარც შეეშინდება. მაგრამ გეგმები მაინც შორს მიმავალი და ბავშვივით სპეტაკი აქვს. პირველად მოხვედი ხო სკოლაში? გიხარო და? კი. რა უნდა გააკეთო სკოლაში? უნდა ვისწავლო. კარგად უნდა ისწავლო, ხო? ვინ უნდა გაახარო ამ სწავლას? მასწავლებელი. კაი. უცხო გარემოში არიან, მაგრამ ბევრს თავი ვაშკაცურად უჭირავს. არის ტრადიციულად ცრემლებიც. სასწავლო პროცესის დაწყებას ულოცავს ხობის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსი. სრულიად საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღეს. დღევანდელი დღე არის ზეიმის დღე ყველა ჩვენთაგანისათვის და ასოცირდება ბავშვობასთან. ჩვენ სკოლაში სწავლობს 457 მოსწავლე. ძალიან ბევრი პირველკლასელი მივიღეთ. 30 პირველკლასელი მოსულია. 30 შესაბამისად ორი ჯგუფი გვეყოლება. დღევანდელი დღე მინდა მივულოცო სათითაოდ ყველას, თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელს. მინდა ახალი სასწავლო წლის დაწყება მივულოცო სრულიად საქართველოს, ჩემს მოსწავლეებს და განსაკუთრებით მინდა გამოვყო ხობის საგანმანათლებლო რესურს ცენტრი, ალბათო ხათუნა გერგაიას ხელმძღვანელობით. ყველა ქართველს ულოცავ დღევანდელ დღეს, ყველას უსურვებ წარმატებებს, სიკეთეს, მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში. პირველკლასელებს, რომელიც გულის ფანჩხალით ელოდნენ დღევანდელ დღეს, ულოცავ სასწავლო წლის დაწყებას, უსურვებ მათ წარმატებებს. პირველი საშუალო სკოლა დავამთავრე მეც, აქ გავიზარდე, აქაურ კედლებში და ძალიან მაყოფილი ვარ, ვიცი აქაური მასწავლებლების დონე. სკოლის შემდეგ ბავშვები ხობის მონასტერში წაიყვანეს, სადაც მოძღვარმა დალოცა პირველკლასელები და წარმატებები უსურვა მათ მომავალში. ჩვენც უერთდებით მილოცვას და ყველა პირველკლასელს და ასევე ყველა პედაგოგს თუ უფროსკლასელებს ულოცავთ სასწავლო პროცესის დაწყებას, უსურვებთ წარმატებებს.